სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არსმერთ. ძირითადად წმინდანების შესახებ რაც ვიცით მისი თანამედროვეებისაგან. და რაც უფრო დრო გადის, ეს ცოდნა თანდათანობით ფერფრთალდება თუ მცირდება, იმიტომ რომ საუკუნეები გადის და შემურჩენილ ამბებს ყვებით ხოლმე. წმინდა ნიკოლოზის შემთხვევაში არის პირიქით. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეც გებულობთ მის შესახებ. საოცარი თავდაბალი ადამიანი იყო, გამოირჩეოდა ამითი და ამიტომ თანამედროვეებმა თითქმის არაფერი იცოდნენ მის შესახებ. მაგრამ მაი გავიდა დრო და თანდათან განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში ბევრი რამ გაირკვა და 21 საუკუნეში მის შესახებ. და თვითონ ესე იგი სულ გვიხმიანება, სულ ახალ ამბებს გვიგზავნის. და მე მინდა ერთი ახალი ამბავი კიდევ წმინდა ნიკოლოზისგან გაგიზიაროთ. მე დღეს მინდა წაგიკითხოთ ლექსი წმინდა ნიკოლოზის შესახებ, რომელიც დაწერა ბატონმა კოტე ყუბანეიშვილმა. და მინდა რომ აი ამ ლექსით მოგიყვეთ წმინდა ნიკოლოზის შესახებ. თუმცა ჩვენ მასზე ცოტა რამ ვიცით და არც კვლევა ამის ადვილი, მაგრამ დრო არის უკვე რომ მივცეთ მას ჩვენს გულებში თავის ადგილი. ცითმოვლენილი ანგელოზია. როგორც ამბობენ განსწავლულები, ეს დიდი წმინდა ნიკოლოზია, რომ აბარია სასწაულები. რომ არ შეგვიფყროს სიკვდილის შიშმა და დაგვაფიქროს თუნდაც და დაგვაფიქროს უნდა ერთ წამმა, რომ ის ამ ქვეყნად იმისთვის იშვა სასწაულის, რომ ყველას გვეწამა. ცხოვრობდა კაცი გაჭირვებული. მამა სამი დის ულამაზესის. საქმე რომ ჰქონდა გაჩერებული და ვერ მართავდა თავის აზრებს ის. არც ფული ჰქონდა და არც მზითვები თავის ასულთა გასათხოვებლად და ისმებოდა ბევრი კითხვები ხომარ მოელის გამათხოვრება. ნიკოლოზმა კი ყური დაუგდო, ფანჯრიდან ფულის ქისა ჩაუგდო და ეს ქნა არვის უნახავს ისე, კაცმაც წინდაში იპოვა ქისა. სცადა გაეგო ვინ არის მან ჯერ, ეს განმეორდა რადგანაც სამჯერ. ბოლოს უფალმა გზარო მაჩვენა და ნიკოლოზიც აღმოაჩინა, კაც თხოვა რომ არ გაეგო ვინმეს. თუმცა დღემდე ვამბობ და ყველა გვისმენს. და სხვა ისტორიაც ცნობილი რომ არის, რომელსაც ჩვენს დროში ვერაფრით ვერ მალავთ. როგორ გააგზავნეს სამი მეომარი დასჯა დამნაშავეთ რომელთაც ევალათ. სიტყვით რომ გადასცა სიმართლის მან რწმენა და ჭეშმარიტება მეომრებს აჩვენა, უსარგებლობაში დასჯის დაარწმუნა უდანაშაულოსი და გადაარჩინა. თან საჩუქრები ჩანთებში ჩაუწყო, სიტყვიცაც პატივით შეამკო ყოველი, წასვლისი სიმართლე მეომრებს აუწყა, რომ ჩავლენ თუ არა სასჯელი მოერით. ეს მისი სიტყვები სამივეს აუხთა. და როცა ეგონათ არსიდან არის ხსნა, ძილში კონსტანტინეს გზაზე დაუხდა და სიკვდილისაგან ის ხალხიც დაიხსნა. შემდეგ გადასახადი დაადეს მირონს და ხალხი უკვე წუხდა ძალიან. მიუჩვეველი ცხოვრებას, წირულს და სასწაულიც მაშინვე მოხდა. ხარკმა ნიკოლოზ გული დასწყვიტა და დროც რომ აღარ გადაეწია, ქალაქს უშველოს მან გადაწყვიტა და კონსტანტინეს სტუმრად ეწვია. მიიღო ვინც ის პატივით დიდით, არ დავამატო სიკეთე რომ სხვა, გამოაცილა ქებით და რიდით, გადასახადის დაპირდა მოხსნას. თუმცა ნიკოლოზმა კარგად იცოდა,
რომ კონსტანტინე მის შეიცოდა დაესეოდენ მეფეს მხეცნი და ის ამ ბრძანებას ბოლოს შეცვლიდა. ეს სასწაულიც ამის ბრალია, რომ არც არავის არ დაუცადა 9 დღის სავალი ერთ დღეს გალია და ხალხს ბრძანება გამოუცხადა. რადგან ამითი მან კონსტანტინეს სასწაულების ძალა აჩვენა, გადასახადით ხალხს აპატიეს და ხალხს ქალაქი გადაარჩინა. დამოხდა დროში კონსტანტინესი შედგა ნიკეას მსოფლიო კრება, ურთიერთობა დიდი ტვინების და სული წმიდით აზრების კვება. ვიღაცამ დასვა ასეთი კითხვა: ქრისტე ქმნილია თუ მარადმყოფი? თიშობელს ცუდად იხსენიებდა თვით უბიწობის მის უარმყოფი. ხელში ეჭირა ნიკოლოზ კვერთხი. ბილწი კაცისთვის თავის გამპობი, რამაც ბოლოსკენ განაპირობა ჯერ ნიკოლოზის დაპატიმრება, რკინის ბორკილით ხელზე დადებით. მერე გამოხსნა და პატიება, გამოწვეული გამოცხადებით. გადაუწყვიტავს თურმე თიშობელს, რომ ნიკოლოსაც თავად ის მშობლობს. ქრისტემ გადასცა მას სახარება და სასწაულით ხალხს ეხმარება. ბოლოს უფალმა გამოაჩინა ადგილი მისი სასაფლაოსი. მირონში აღარ სურდა დარჩენა, იტალიაში გადაინაცვლა, გახდა ყველასთვის სანტა კლაუსი. და ის მომავალს დღესაც გვინათებს. ხატთან სანთელიც რომ არ ჩაუქრეს, მისი სახელით ყველას გვიმართლებს და შობის ღამეს ველით საჩუქრებს. ერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არსმევთ.